ის ხალხი, ვინც წყალს არ სვამს, ერთი რაღაც მინდა უთხრა. იცოდით, რომ ტვინის 75%, სისხლის 83%, გულის 79%, ძვლების 22%, კუნთების 75%, ღვიძლის 85% და თირკმელების 83% წყალია. ამის შემდეგ როგორ ფიქრობ? წყალი რამდენად აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის? როდესაც წყლის ორგანიზმიდან გამოსვლის შემდეგ მარაგი არ ივსება, ჩვენ განვიცდით გაუწყლოვანებას, ანუ დეჰიდრატაციას. 1%-იანი გაუწყლოვანების დროს განვიცდით კონცენტრაციის დაქვეითებას და უწყურია. 5%-იანი გაუწყლოვანების დროს ვრცხელა და ადვილად ვიღლებით. ასევე მცირდება რაიმე აქტივობის შესრულების ხარისხი. 10%-იანი გაუწყლოვანების დროს ვითარდება დელირიუმი, მენტალური ფუნქციების უეცარი, ტალღისებური და როგორც წესი შექცევადი დარღვევა, რასაც თან ახლავს ბუნდოვანი მხედველობა. 20%-იანმა გაუწყლოვანებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ 1.4-დან 2.6 ლიტრამდე წყალი დღეში. აქედან გამომდინარე, აი ამ ფორმულით გამოთვალე და გაიგებ, რამდენი წყალი უნდა დალიო დღეში. თუ ვარჯიშობ, უნდა მიიღო 30 მილილიტრი კილოგრამზე და დამატებით კიდევ უნდა მიიღო ინტენსიური ვარჯიშის დროს. გამოიწერე ჩემი ინსტაგრამი მეტი მსგავსი ვიდეოსთვის. ხოლო თუ გიჭირს წონაში დაკლება და გჭირდება ინდივიდუალური დახმარება, მომწერე ინსტაგრამის პირადში სიტყვა გასაუბრება და ჩავნიშნოთ კონსულტაცია.